გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის, როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, საზღვრებს გარეთ მაყურებლებისთვის მოგატვის საინტერესო ინფორმაციებს. ჩვენ გავიხილავთ ყველა იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემატურ საკითხებით არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ასევე საერთაშორისო საზოგადოება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ რამოდენიმე დღის უკან შანხაიში მოხდა შეხვედრა. შეიკრიბნენ ის ქვეყნები, რომელი ქვეყნების მთლიანობაში დღეს პირდაპირ ღიად ბრძოლობენ და აკეთებენ იმ გასაკეთებელ საქმეს, რომელიც საქმის საფუძველზეც მსოფლიოს გადაარჩენენ და დააძრონენ სწორედ იმ ერთპოლუსიან სამყაროდან და იმ დამახინჯებული ცხოვრებიდან, რომელი დამახინჯებული ცხოვრებაც და ეს მთლიანად ეს კრიზისები და ფაქტიურად მთელი ეს კერების, საომარი კერების გაღვივებაში და გაღვიძებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ ლიდერებს. აი სწორედ ამ ორგანიზაციამ და ამ ქვეყნებმა უნდა იხსნან ჩვენი და სხვა დანარჩენი ქვეყნები აი ამ მარწუხებიდან. გასაგებია ძალიან დიდი ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რადგან წლების მანძილზე ხდებოდა უკვე ამ ქვეყნებში და ამ საერთოდ ამ ქვეყნების მაცხოვრებელი საზოგადოების გონებრივი ოკუპაცია და ფაქტიურად მთლიანობაში მთელ ესე იგი საზოგადოებას მართავდნენ ისე როგორც მათ სურდათ. ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე. აი ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე, ქმნიდნენ ახალ რაღაცა ვირუსებს, კოვიდებს, რაღაც ახალ ბიოლოგიურ იარაღებს და პირდაპირ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს, რასაც აკეთებდა თავის ძროზე ფაშისტური გერმანია კონცლაგერებში ტყვეებთან მიმართებაში. აი ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები, კოლექტიური დასავლეთი და ეს Deep State-ი, რომელსაც დღეს უძახიან Deep State-ი. Deep State-ი კი არა ეს ხალხია, უყველა აი ეს ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც აი ამას უდგანან სათავეში და ესენი ახორციელებდნენ და ესენი აკეთებდნენ სწორედ იმ ადამიანის საწინააღმდეგო ქმედებებს, რაც ჩვენ ვიხილეთ და რაც ჩვენ გავიარეთ. და ჩვენ კიდევ კარგად გამოვძვენეთ და კიდევ კარგად გამოვედით ამ მდგომარეობიდან, რადგან აქ რაღაც გონიერება იყო ხელისუფლებას და არ აყვა იმ დიდ პროვოკაციებს და არ აყვა იმ შეზახილებს, რომელიც შეზახილების და პროვოკაციებით მოედინებოდა კოლექტიური დასავლეთიდან. ეხლა კარგი არის ეს შანხაის სანამეგობრობის ორგანიზაციის წევრების შეხვედრა, რადგან ისინი მარტო თავიანთ ქვეყნებზე კი არ ფიქრობენ, ისინი ფიქრობენ მსოფლიოში შექმნან ისეთი პოლიტიკური ამედი, რომელი პოლიტიკური ამედის საფუძველზეც ყველა ქვეყანა ისხორებს და იარსებებს ისე, როგორც მათი ისტორიის მონატანი არის. და ასეც არის, ხო? მისი მრავალ საკითხებზე, მათმა მრავალ საკითხებზე იმჯერეს ეკონომიკურ საკითხებზე, იმჯერეს პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ხაზგასმით მსჯელობდნენ და ხაზგასმით პირდაპირ ამდენდნენ ოჯახურ სიწმინდეებზე და იმ ტრადიციებზე, რა ტრადიციების გააჩნია ყველა სხვადასხვა ქვეყნებს, რომელი ქვეყნების ამ ორგანიზაციაში არიან, რომ შეინარჩუნდეს ეს ოჯახური ტრადიციები, ეს მისი ქვეყნის ისტორიები და ეს იყოს ხელშეუხებელი და ქვეყანა მისდოს თავი ქვეყანად და იგზოს იმ დონეზე თავი, როგორც მას თავის ისტორიიდან გამომდინარე გააჩნია. აი მასე იყო სწორედ მსჯელობა და ამ საკითხებს განიხილავდნენ, ასევე ჩვენ ვიხილეთ იქ იმ ორი მოწანწალე პრეზიდენტის თუ პრემიერების ისა ჩაბრძანება ეს არის ალიევი და ფაშინიანი, რომელსაც ვერც კი გაუგიათ უკვე რა უნდათ რა და რა მიმართულებით წავიდნენ და რა ცხოვრების ცხოვრობენ და ვის მიეკედლონ, გაიგე და ახლა ბოლოს კიდევ აი მიეყიდეს, სულ ამერიკელებს მიყიდეს, სულ მაგრამ იმ ამერიკელებსაც გადააგდეს და უკვე აღმოჩენ ჰაერში აღმოჩენ, რადგან აქაც აღარ მიიღეს და დადიან, ხა აღარ იციან ვისთან შეაფარონ თავი და ვის თხოვონ დახმარება. ამიტომ არის რომ როდესაც შენ ამხელა ქვეყნის ხელმძღვანელი და ლიდერი ხარ, შენ ცოტა გონიერული პოლიტიკა უნდა აწარმოო და არა ისო შენ რაღაც იმას აყვე. აი, გადავარდე იმაში რაღაც ფუფუნებებში და გადავარდე რაღაც ტკბობებში და შენ თავი მიიჩნიე უკვე ყველაფრად და აქ დანარჩენი მარჯვენა, მარცხენა და მოპირდაპირე შენი მეზობლები არაფრად ჩათვალო, ხო? აი ეს დაემართათ მაგათ, აი უტვინოთ, გადადგეს ნაბიჯი და უტვინოთ იმოქმედეს და რას ის ზანგეზური, სადისაო და სადის ნათქვამი რო არის. ეს ზუსტად მაგ დაემართათ მაგეს. და კიდევაც იყო რომ ამოაპანგურეს ის ამოპანგურება, მეტი კი არაფერია. დიპლომატიურად კულტურული დონეზე ამოაპანგურეს და გამოაგდეს ეგიდან და კარგად იყავით უთხეს, რადგან არამყარი პოლიტიკოსები და არამყარი ისა პოლიტიკური ლიდერები არავის არ ჭირდება. მით უმეტეს ამ სერიოზული ორგანიზაციას, რომელიც ორგანიზაციაც უკვე მსოფლიოში ძალიან მალე უკვე შექმნა პოლიტიკური ამიტი და
თითქმის წერტის დაუსვას მალე აი იმ ერთპოლუსიან და იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელ აი პოლიტიკურ ლიდერებს. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბიროს წევრი ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი. ბატონო შმაგი, მოგესალმებით. მადლობთ მობრძანებისათვის სტუდიაში. ბატონო შმაგი, თქვენ ყოველთვის საინტერესო ანალიზს აკეთებთ ხოლმე ჩვენთან გადაცემაში, რომელი ანალიზის საფუძველზე საზოგადოებას აქვს დიდი ინტერესი. ეხლა მოდი განვიხილოთ ჩვენ ეს შეხვედრა და ჩვენ სადა ვართ ამ დროს და რას ვაკეთებთ და რა შეიძლებოდა მომხდარიყო დაუშვათ და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო თუ შეიძლებოდა თუ არ მომხდარიყო იქ ყოფილიყო საქართველო. ძალიან საინტერესო. გამარჯობათ ბატონო ტელემახვილებო. ძალიან საინტერესო კითხვა დასვით, ძალიან საინტერესო კითხვა არის, რომელიც დღეს აღელვებს მარტო ჩვენ ქართველებს კი არა, მთელ როგორც ითქვენ პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობას. იმიტომ რომ ქართველების პოზიცია ყოველთვის სოფლიო მნიშვნელობის საკითხებში ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და ყოველთვის ჩვენი მტრებით თუ მოყვარეები ყოველთვის ცდილობდნენ რომ ქართველების პოზიცია გაიგოთ და ასე იგი ქართველების პოზიციაზე იყვნენ ორიენტირებული ყოველთვის. იმიტომ რომ ჩვენ ტრადიციულად ისე მოგზდამს რომ ასეთ საკითხებში ქართველები არიან წინმიმავალი ყოველთვის ჩამთხვილი ფერხულში და მათ მიყავდათ ყოველთვის ასე იგი პრინციპული და კონკრეტული საკითხები რაც იყო კაცობრიობის ისტორიაში ქართველები იყვნენ ყოველთვის მონაწილეები. ამიტომ ისტორიულ ასპექტში ქართველები ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი, ეს თელმა მსოფლიო მიცის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეუბნებიან ჩხმალავენ ამას დიდი ესე იგი დიდი მოწადინებით ჩხმალავენ, მაგრამ თვითონ იციან რომ ქართველების პოზიცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი ძალიან დიდ მსოფლიო მნიშვნელობის პრინციპულ საკითხებში. მაგრამ მოდი დავიწყოთ რა იყო ეს შოსი და რა მოიყვანა ასე ამ შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაცია რა არის და რა როგორ ჩაისახა და რა პოზიციებზე არის ახლა დღეს გასული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ 2001 წელს 28 სექტემბერს რომ ამერიკაში მოხდა ტერაქტი, ცნობილი ორთავიანი სავაჭრო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ხო რა 11 სექტემბერს მის მერე მთელი მსოფლიო შეწუხდა და ამის საპასუხოდ რუსეთმა და ჩინეთმა ითავეს მაშინ და შექმნეს ორგანიზაცია შანხაის ხელშეკრულების თანამეგობრობა 2002 წელს. ეს იყო პირველად ამ ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლა, რომელიც ეს განახორციელეს არაბებმა და მათი ესე იგი არაბული მუსლიმანული ფანატიკოსების ესე იგი დივერსიული და ტერორისტული აქტების შეჩერებისა და პრევენციისათვის იყო მთავარი მიზანი იყო ამ ორგანიზაციის. მაგრამ გავიდა უკვე კარგა ხანი, 20 წელია უკვე გასული მეტი და მსოფლიოში ობიექტური თუ სუბიექტური ცვლილების გამო ამ ორგანიზაციამ განიხსნა და გარკვეული ცვლილებები და ჩვენ ახლა ვხედავთ რომ ის უკვე სადღაც პერიფერიაში კი არ არის უკვე მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაციებს შორის. არამედ უკვე ამან ესე იგი პირველ როლებში გავიდა უკვე ეს ორგანიზაცია და უკვე მზად არის, როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ, მსოფლიოს და კაცობრიობას უკვე თვითონ მიუთითოს და თვითონ განუსაზღვროს განვითარების ვექტორები და მიმართულებები. შანხაის ორგანიზაციაში დღეს მონაწილეობდა ესე იგი 24 სახელმწიფო 24 სახელმწიფო იყო მონაწილე. რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, თურქეთი და შემდეგი. ესე იგი მთავარი მოთამაშე ესე იგი სახელმწიფოები ვინც არიან. უნდა აღინიშნოს რომ ეს აი ამ ორგანიზაციის მოსახლეობის რაოდენობა არის 2 მილიარდ ნახევარი. და ბუნებრივი ეს სახელმწიფოები ფლობენ ბუნებრივი რესურსების 40%-ზე მეტს მსოფლიოში მთელი კაცობრიობის ესე იგი ამ მარაგს ფლობენ სასარგებლო წიაღისეულს. ამიტომ ამ ესე იგი ეს ორგანიზაცია უკვე ძალა მოიკრება ამ ორგანიზაციამ და ახლა ჩვენ ხედავთ როგორი მიმართულება აიღო ამ ორგანიზაციამ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის რომ
ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც თქვენ ახსენეთ. ამ ერთპოლუსიანი მსოფლიომ საბჭოთა კავშირის განადგურების შემდეგ 30 წლის მანძილზე, ესე იგი, ისე განიცადა ტრანსფორმაცია, რომ კაცობრიობის განვითარებას უკვე ხელს უშლის. მთლიანად ერთპოლუსიანმა დასავლეთის, ესე იგი, სისტემამ, ერთპოლუსიანმა მსოფლიომ ადამიანი გადაიყვანა, სადღაც ამორალურ არსებად გადაიყვანა ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში ცნობილი საგანმანათლებლო პროცესები დაიწყო და ევროპა იყო ფარვატერში კაცობრიობის განვითარებაში, მაშინ იყო ადამიანი იყო პირველ რიგში წინ წამოწევა, თავისი ინტერესები და ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდნენ და აი ამ დიდი პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, საზოგადოება იყო ორიენტირებული ადამიანის ცხოვრებისა და მისი, ესე იგი, თვალსაჩინოს გაუმჯობესებაზე, მისი შინაგანი, ესე იგი, ბუნების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. დასავლეთის ეს აღორძინების მე-16-მე-14 საუკუნიდან უნდა იწყო. მაგრამ ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძაც ერთპოლუსიანი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით რომ მათ ხელში ჩაიგდეს ეს ყველაფერი, მართვის სადავეები, არავინ არ ყავდათ მათ კონკურენტი, საბჭოთა კავშირი არ იყო, რუსეთი, საბჭოთა კავშირის ინსტიტუცია მათ დაიბონეს, კოლონიად გადააქციეს და ამიტომ მათ არ ყავდათ არავითარი წინააღმდეგი და მათ ადვილად შეძლეს, ესე იგი, ანტიპროექტის განხორციელება. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ანტიპროექტი ჯერ ისტორიას არ ახსოვს. ესე იგი, ადამიანს დაავიწყებიეს თავისი ფუნქცია, ღმერთისაგან და უფლისაგან ფუძებული, ესე იგი, ფუნქცია ადამიანს დაავიწყებიეს, გადაიყვანეს ის სასტიკ ამორალურ, ეშმაკისეულ დონეზე გადაიყვანეს. ოქროს ხბოს თაყვანისცემა ეს ახალი არ არის, მაგრამ ამ ოქროს ხბოს თაყვანისცემა მოიტანა, ესე იგი, ადამიანის შინაგანი გახრწნა, ამორალიზმი, უზნეობა და ეს ყველაფერი გამოსიეს წინა ხედზე. აი ამ ხალხმა, ამ ორგანიზატორმა, ვინც ამის უკან ეს გლობალისტები, კაცობრიობა, ხო, გლობალისტები დავარქვათ, მაგათ მე მაგათ ლიბერალისტები, გლობალისტები. ხო, ეგ ერთი არის, როგორ ეს ლიბერალისტები, გლობალისტები. ხო, ღმერთის წინააღმდეგი არის ესე. ღმერთის წინააღმდეგ მოქმედი ხალხი არიან და ამათმა ადამიანი, ესე იგი, უზნეობის განვითარების ფაზებში შეიყვანეს. მთელი კაცობრიობა მათ აქვს ძალიან დიდი რესურსები, ფინანსური რესურსები, ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური ბერკეტები აქვს მაგათ და ამის საშუალებით მათ შეძლებს მთელი მსოფლიოს კაცობრიობისათვის თითქმის მოეხვიათ ეს თავისი ანტიუფლისა და ანტიადამიანური, ანტიჰუმანური ზნეობა, უზნეობა უпроსწორად. მაგრამ როგორც ვიცით, ღმერთი ადამიანს არ ტოვებს. ეს ასია. არასდროს ყოველთვის იყო კრიზისები ადამიანის კაცობრიობის ისტორიაში. სადაც შემდეგ გააგრძელეთ რა ძალიან თქო. ეხლა კი ეს ჩაგეკითხებით. ანუ თქვენ ეხლა ისეთ ძალიან ისეთ საინტერესო იმას შეეხეთ. ანუ ეს თვითონ ეს გლობალისტები და ეს თვითონ ეს ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც მართლაც უცებ მოედო მეტასტაზები თელ სოფლიოს ეს ფაქტი სახელზე არის. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხო? რაღაც ძალიან მცირე დროში ეს მოედო უკვე ნელა ეტაპობრივად იმ ქვეყნებს, რომელი ქვეყნებიც არ იყო მათი ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი და ცდილობდნენ ყოველთვის რომ მოექცნენ თავის ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ამას უშლიდა ხელს საბჭოთა კავშირის არსებობა. სტალინის მიერ შექმნის, რა თქმა უნდა, სტალინმა, რომელმაც ეგ გლობალისტები, ეს ლიბერალისტები თავის დროზე, როდესაც სტალინი ხელმძღვანელობდა და იყო სათავეში, საბჭოთა კავშირის სათავეში, მან დაასამარა ეს. მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მოერია, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგი თავშესაფარი ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და არსებობდნენ და იყვნენ და ჩანასახი მაგათი იყვნენ, უბრალოდ ელოდებოდნენ დროს და მომენტს, როდის უნდა დაეწყოთ მათ მოქმედება და როგორც კი მათმა სტალინი მოკლეს და მოკლეს ხუშოვის ხელით, ბერია მოკლეს და გაანადგურეს და საერთოდ მთლიანად მარტო ორი პიროვნება განადგურეს, მთელი თავიანთი ოჯახები განადგურეს, მთლიანად მთელი თავიანთი ოჯახები განადგურეს, ხო? ჩვენ კარგად ვიცით როგორ მოექცეთ მათ ოჯახებს და როგორ ეს ვასილი მისი ბიჭი, როგორ აწვალეს და როგორ ციხეებში უშვეს და ამხელა დამსახურება და გმირი კაცი იყო და მთელი საგმირო საქმეები მაგაზე მთელი მსოფლიო საუბრობდა და ის კი გააკეთეს, რომ გვარით დასახელეს შეუცვალეს ერთხელ ის, რა ვიცი, ყველაფერი უბედურება გააკეთეს ამ გლობალისტებმა და ყველაფერი იკადრეს, ხო? და აი ეს თვითონ შურიძე
იძიესო რა სტალინზე და ბერიაზე შური იძიესო და შური იძიეს ვითომ ის ამბობენ რომ ხრუშოვმა აიძია ხრუშოვმა კი არ იძია შური ხრუშოვს გააკეთებიეს იმათმა ვინც ზეგავლენის ქუჩაზე იყო ხრუშოვი მოხვედრილი და მართლაც ამ გლობალისტებმა და ლიბერალისტებმა აიძიეს შური ხო მაგრამ მარტო სტალინზე და ბერიაზე არ უძებიათ შური თელს თავის შთამომავლობაზე აიძიეს შური ამის შემდგომ დაიწყო უკვე ნელა-ნელა ეტაპობრივად უკვე ესე მეტას ჯერ თვითონ შიგნით შევიდნენ ამ კრემლში შევიდნენ და ის ეტაპობრივად ხდებოდა ყველაფერი და ბოლოს წერტილი დაუსუსა დაშალეს საბჭოთა და მე საფიტემპით მოედენ ეს ყველაფერი ყველა ბინძური იდეოლოგია და ეს მათი ბინძური პოლიტიკა და შემდგომ უკვე ჩვენც უკვე კარგი სამიზნე აღმოვჩით ნახეთ რა ხდება ყველაზე მეტი ესე იგი რომ ვიტყვი რაღაც სამიზნე იყო ის ქვეყნები რომელი ქვეყნებიც იყო მართლმადიდებლური ქვეყნები რა თქმა უნდა ქართველები კი ბატონო საქართველო თბილისი საქართველო რუსეთი სერბეთი ისა საბერძნეთი აი ის ქვეყნები რომელ ქვეყნებში და ქვეყნებშიც იყო ეს მართლმადიდებლობა ძალიან მყარ პოზიციაზე ხო ან ეს არათუ პოლიტიკური მიმართება იყო და პოლიტიკური მიმართულება იყო და პოლიტიკური მიმართულებით მიმდინარეობდა ბრძოლა არამედ ის იყო იდეოლოგიური და სატანისტური ან ესენი იყო სატანისტურმა ორგანიზაციებმა მოახდინეს შერწყმა შესაბამისად შემდგომ მათ გაუჩნდათ დიდი ფინანსები და დაიწყეს მოქმედება თავისი სატანისტური იდეოლოგიის გავრცელება ქვეყნებში და მათ შორის ჩვენთან საქართველოში. ეხლა ნახეთ თქვენ ახსენეთ რომ აი სწორედ ეს შანხაის ორგანიზაცია რომელიც ებრძვის უკვე ამ მართლაც მონსტრია ეს მონსტრი და ჩვენ ყველანი ვხედავთ უკვე რა მდგომარეობაში აღმოჩნდით ჩვენ საქართველოში ხო ამდენად გაართმევენ თავს ისინი და რამდენად მოახერხებენ მათ ლოკალიზებას დიახ საკითხი ძალიან პრინციპული და ძალიან საინტერესოა და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხის განხილვას როდესაც შანხაის ორგანიზაციამ გუშინ მიიღო თავისი დადგენილება რეზუმე როცა არის დეკლარაცია მიღებული იქ პირდაპირ არის აღნიშნული რომ არავითარი ესე იგი სხვისი საქმეებში ჩარევა სახელმწიფოს შორის არის გამორიცხული პირველ რიგში რომ სოფლიოში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი ურთიერთობები არავითარი ზემოდან ყურება და არავითარი დიქტატი არის გამორიცხული ეს პირველად მათმა აღნიშნეს თავის დეკლარაციაში ერთმანეთს მიღებულში და ესე იგი მეორე მსოფლიო ომის კიდევ ჩაიწერა იქ რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგები ტერიტორიული გადახედავს არ ექვემდებარება ეს დაწერეს კიდევ აიმაში ესე იგი რა გამოდის აქედან ის დიქტატი ის რომელსაც ახლა დასავლეთი ახორციელებს მსოფლიოში ის ლიბერალური ესე იგი ეშვაკისეული იდეოლოგია რომელსაც მაგ ავრცელებენ ეს არის დამყარებული კოლონიალიზმზე კოლონიალურ დიქტატზე არის დამყარებული რომელიც ძარცვავს მეტროპოლია ძარცვავს თავის კოლონიებს და ადამიანებს თავის სახეს აკარგვინებს სახეს აკარგვინებს ადამიანურ სახეს აკარგვინებს ეს არის მათი მეთოდი აი ამ მეთოდის საპირწენოდ უკვე შანხაის ორგანიზაციამ გუშინ წინ განაცხადეს პრინციპულად განაცხადეს რომ ესე იგი ეს არის უკვე დაუშვებელი ასეთი ქმედებები არის დაუშვებელი და ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებთ ამის საპასუხოდ ტრამპმა საზუ დაწერა რომ ესე იგი რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩემსკენო ბლოკი შექმნეს და ჩემს წინააღმდეგ უკვე მოქმედებენო. ასე დაწერა უკვე ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპი ამას არ მოველოდე, მე როცა უკვე აწობა ეს და იძახის რომ კონსერვატორი ვარო და ესე იგი ამით რა არის აღნიშნული? პირველ რიგში აქ კიდევ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იქნა განხილული ყველაფერი და ეკონომიკურ შეიქმნა ბანკი, უკვე არის ბანკი შექმნილი, ერთიანი ბანკი, რომელიც იმუშავებს ერთი ეროვნული ვალუტები რაც არის, მათი არავითარი დოლარი და ევრო მათ ბალანსი. იქ არ იქნება. აი ბანკი არის უკვე დაფუძნებული ამ შანხაის ორგანიზაციის თანამეგობრობის ბანკი, საერთო ბანკი. და ეკონომიკური თანამშრომლობა ამაში ძლიერდება ერთმანეთში. კი ბატონო. მეორე და ერთ-ერთი მთავარი შედეგი რომელიც ახლა აქ არის, ეს არის რომ ესე იგი ამ შეხვედრამ და დღევანდელმა 80 წლის აღლუმმა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აღლუმმა, რომელსაც ეს ჩაიარა ძალიან დიდი ესე იგი პომპეზურობით და მასშტაბურად გააკეთა ეს ჩინელებმა, უნდა ითქვას რომ ესე იგი ჩინეთის ზესახელმწიფოს პოზიცია გამყარდა უკვე თემამ მსოფლიომ დაინახა
და დაინახა ის, რომ რუსეთისათვის არავითარი იზოლაცია, არავითარი სანქციები არ მოქმედებს უკვე, ეს არის უკვე წასული, ეს არის უკვე არაფრის მომტანი და რუსეთი გამოჩნდა უკვე მსოფლიოს თვალში თანაუფლებიან და ძალიან დიდი პოლიტიკური წონის მოთამაშედ უკვე აღსდგა. რუსეთი შედის უკვე თავის ტრადიციულ ფარვატერში. თქვენ რომ ახლა ახსენეთ როგორც იქნება, ესე იგი რა პერსპექტივა მოელის ესე იგი ასეთ ესე იგი თუ გამოვათ მაგათ რომ სატანისტური ძალების რამდენად ესენი მიახსენებენ იმას რომ დაშალონ ეს სატანისტური რომ იტყვი აი მიმართულებები რომელიც უკვე შემოსულია ქვეყნებში. რა თქმა მე ამაზე გეტყვით უბრალო ადამიანური იმით გეტყვით. არასდროს აი როგორცაც თქვენ არატრადიციული ესე იგი მიმდევრების ხალხი არასდროს ვერ იმარჯვებდნენ ადამიანებთან, ნამდვილ კაცებთან. ერაზეც არ იყო ეს. დღეს ახლა ეს ცხოვრება ისეულია და დღევანდელ პოლიტიკას ვინ წარმართავს დასავლეთში? ყველა არიან ასეთი კლანების წარმომადგენლები. ლიბერასტები. ხო, აი ასეთი ლიბერასტები, რომლებიც უნდა მოისწრონ და მოიკვეთონ. ხო და ამიტომ მათ იმით ისიც არა აქვთ, რომ განსანჯონ. ესე იგი ფინეთის პრეზიდენტი უბრალოდ გეტყვით ახლა დეგრადაცია დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების მორალური დეგრადაციის უბრალო ფაქტს გეტყვით. ფინეთის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენო საქართველოს იმიტომ გვჭირდებაო, რომ შავი ზღვა უნდა ვაკონტროლოთ თვითონაც ჩვენო ფინეთმა. ხო. და ის ლატვიის ის იყო კიდე ის ვიღა ლიბერასტი, ეს ლიბერასტია ხო ის? უგური ახლა. ლიბერასტია კათამიც არის, მეცაც გეტყვი, ის ფინეთის ისა პრეზიდენტი როა. ეგ არის გათახსენებული ლიბერასტი, კათამი. 2014 წელს კრემლმა გააკეთა სპეცოპერაცია და ყირიმი დაიბრუნა. აი ამის გულისთვის რომ თურქეთისა და ნატოს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პარპაში შეწყვეტილი იყო შავ ზღვაში. ეს დაიბრუნა, მთავარი პორპოსტი დაიბრუნა. ხო და ეს ვიღაცა გამოდის თითქოს ამას 20 წელი ეძინა. ხო და ახლა კიდევ რაღაცა ზღაპრებს ლაპარაკობს და ეს არის ახლა პოლიტიკა და პატრიოტული ტელემაგროვება. აი ასეთია მაკრონის კიდევ, რომელიც ხმალალესი უკვე მესამე თვეა იმუქრება კრემლი უნდა და ხმალამოღებული გამოდის კრემლი უნდა დავანგრიო. აი აქეთ გერმანიელები ვაფშე საერთოდ მაპატიეთ და არსად არა მაპატიეთ და მასე იმუქრებოდა ეს ვანო ნადირაძე უკრაინაში კრემლში ჩავიდა და მე აქ ჩამოასვენეს და ისე არ დაემართოს იმ მაკრონს. აი ესე ნებისმიერი გერმანელი რომ გააჩეროთ და უთხრათ რა არის მისი კოშმარი საშინელება, ეს არის მისი რუსები ტრადიციულად. მოსკოვი არის მათი კოშმარი. ტრადიციულად ასე არის. თუ გერმანია, ესე იგი, როდესაც გერმანია და რუსეთის იმპერია, ეს ორი მეომარი ხალხი, ერთად არიან, არის მშვიდობა, არის განვითარება ევროპაში. როდესაც იქ, ესე იგი, ხდება ისე რომ ჭუამოლელი ხალხი გამოდის და რუსეთს ეწინააღმდეგება, მაშინ ხდება მთელი კატასტროფები ევროპაში. მთელი ომები და მთელი უბედურებები. ეს არის ის და მერცი ახლა გამოდის და დიდი დარბაზული ჭკვიანო იერით გამოდის და ჩვენო უნდა ესე იგი რუსეთი დავამარცხოთ და ესე იგი ეს ხალხი არიან სხვა პლანეტაზე ჩემო პატრიოტული ტელემაგროვება. დასავლეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დღევანდელ დღეს რომელიც არის ნარკომანები, რომლებიც არიან ამორალური ხალხი მთლიანად და მაგათ საღად ესე იგი საღად ახმის უკვე უნარი დაკარგეს რა პოლიტიკური და რა გეოპოლიტიკური პროცესებია მათირგლივ სად მიდის ყველაფერი და ვინ მართავს და როგორ მართავს ამ ისინი უკვე არ არის ისინი არიან თავიანთ რაღაც გამოგონებულ სოფლიოში ცხოვრობენ გამოგონებულობაში და რომელსაც კაროჩე სასაცილოდ ხდება ხოლმე ესე იგი ამიტომ აქედან გამომდინარე ბატონო ტრისტან და მიუმატოთ ამას კიდევ რომ ის ლიდერები პუტინი სი ძინპინი მოდი ინდოეთის პრემიერი ეს სამი ზესახელმწიფოს ლიდერი ესენი მშვენივრად აცნობიერებენ იმას რომ რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ სამივეს კაცობრიობის დღევანდელი კაცობრიობის წინაშე ისინი მშვენივრად ამას აცნობიერებენ ისინი არ დაუშვებენ უკვე აი თქვენ ალბათ გეცოდინებათ რომ უკვე ერთი კვირა არის რაც ესე იგი ტრამპი დაემუქრა ინდოეთს რომ ესე იგი ტარიფებს 100%-ით გაგიზრდითო თუ 200%-ით და მის მერე ტრამპი თურმე ურეკავს და მოდი ესე იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოდი არღებულობს ესე იგი ტელეფონს არ ელაპარაკება ტრამპს არ ელაპარაკება ეს კაცი ხო და აი ასეთი როდესაც ჩვენ ასეთი საჯარო ინფორმაცია გვაქვს თვითონ ამერიკის პრესა ვაშინგტონ პოსტი წერდა რომ ესე იგი ჩინეთმაო ჩვენო მეორე მსოფლიო ომი დღეს რომ აღლუმე აღნიშნეს
ესე იგი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ვაშინგტონ პოსტმა დაწერა რომ ჩვენო ესე იგი ჩვენი მოგებაო გაგვიუფასურა უკეო ჩინეთმა უკვე გაგვიუფასურაო ჩვენ ვიყავით თავარი ესე იგი ხომ იცი დასავლეთში როგორ არის ჯერ საბჭოთა კავშირს მოგება წაართვის თავისი იდეოლოგია ხო და ჩვენ ვითომ ამერიკას და უსვათ გაროჯ ასეთი დარტყმა მიიღეს და თვითონ ამერიკელები უკვე აღნიშნავენ რომ ჩინეთმა ჩვენი მოგება წაგვართვაო ამიტომ გეტყვი მოგლოდ უკვე ის ძალები რომლებიც ახლა დაუპირისპირდნენ ამას ეს არიან ძალიან ჯანმრთელი ძლიერი ძალები რომლებიც საგად აღიქვამენ ყველაფერს აქვთ მათ საკმარისი რესურსები ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური რესურსები აქვს, რომ ესე იგი ეს საქმე მიიყვანო ბოლომდე. მიუხედავად ესე იგი პლუს ამას რომ იქ რა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან. ისინი არიან არაადეკვატური ადამიანები, რომლებიც საგად ვერ აქვენ ვერაფერს და ამიტომ ვერაფერი ვერ დაუდგება მაგათ წინ. ბატონო შვაგი, არსემილია რომ შეგეკითხოთ და თქვენ ახსენეთ ახლა ეს აღლომი ახსენეთ ის გამარჯვების 80 წლის თავი ახსენეთ როცა ჩინეთმა ესე იგი იზეიმა გამარჯვება და მეც ახლა მე სამხედრო კაცი ვარ და შევხედე იმას ვადენები თვალყურს და ის თვითონ ტექნიკა შეიარაღება სარაკეტო კომპლექსები რომელიც იყო ხო ეს მე ახლა თუ ესე ამ დონეზე ქონა ჩინეთს ეს არ მეგონა ხო და ეს ხوار იყო უკვე ჩინეთის მხრიდან იმის ნიშანი უკვე ამ სწორედ ამ სატანისტური ლიდერებისა და ლიბერასტების მიმართ რომ და თანაც ეს დიდი ქვეყნები გრანდიოზული ქვეყნები შეიძინა ძალის დემონსტრირებას ხوار დაანახა ჩინეთმა ამათ რომ აი ჩვენ უკვე მსათავართ იმისთვის რომ თუკი თქვენ კлау დაიწყებთ და იმოქმედებთ სწორედ იმ ქვეყნების წინააღმდეგ რომელი ქვეყნებიც არის ისტორიულად ტრადიციებით და არის ის ქვეყნები ისტორიული ქვეყნები და თქვენ თავს აქვთ ამ ლიბერასტულ პოლიტიკას ხო აი ჩვენ უკვე ადეკვატ შესაბამისად ვიმოქმედებთ და მიიღეთ პასუხს იმ პასუხს აპასუხიც უკვე დაანახა სინძიპინმა მსოფლიოს ეს პრაქტიკულად ჩინეთს დაანახა უფრო ადრე აი ისრაელი ირანის ომში დიახ ირანის რაკეტები რაც იყო ბალისტიკური რაკეტები ყველა შინური წარმოებისა ერთობლივი წარმოებისაა. როდესაც უკვე მე-7 დღიდან ერთი კვირის მერე, როდესაც თითქოს ისრაელმა ყველა ისინი დაბომბა, სამხედრო წერტილები დაბომბა, გაანადგურა, მაგრამ ერთი 7 დღის მერე ირანმა რომ დაიწყო ისრაელის და თელ-ავივის დაბომბა, მასირებული დაბომბა ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც ესე იგი ის ჟელეზნიკურა, კინის ვერ დაიცვა უკვე ესე იგი ასეთმა გათქმულმა იმან. აი ეს პრაქტიკული განხორციელება აქ მოხდა ამ ერთი თვის უკან ირანისა და ამის ომში. ესე იგი ხო და შემდეგ დაგვანახეს რომ ირანს ჩვენ არ დავტოვებთ არავითარ შემთხვევაშიო და ესე იგი დასავლეთმა ისრაელმა ვერ მიიღო ისრაელმა და ამერიკამ ვერ მიიღო ის მიდედები რაც მათ ჰქონდათ. ვერ შეასრულეს ამ ომში. ეს ომი ფაქტობრივად მაგათმა წააგეს. მაგრამ ეს ასე შეფუთული იყო. მაგრამ ახლა დევანდელი აღლუმი. ჩინეთის სამხედრო მრეწველობა, ეს არის საბჭოთა კავშირის სამხედრო მრეწველობა. კი, სავი დროს. ეს ჩინეთი არის ჩინეთი არის დღევანდელი ჩინეთის რესპუბლიკა არის სტალინის შვილობილი სახელმწიფო, სადაც მართავს კომუნისტური პარტია. ამ კომუნისტურმა პარტიამ ისე გაიყვანა საქმე ჩინეთში, რომ ესე იგი 1988 წლის აგვისტოში აი ამ ტროცკისტებმა და გლობალისტებმა მოაწყვეს ჩინეთში დიდი გამოსვლები თავიანთი NGO-ების დახმარებით და ესე დემოკრატიზაცია უდოდოთ, მაგრამ ჩინეთის კომპარტია აღმოჩნდა ძალიან იდეოლოგიურად მდგრადი, პრინციპული და ესე იგი ძლიერი და ეს ყველაფერი სისხლი ჩაახშვეს მასი გამოსვლები და აი 88 წლიდან უკვე 1988 წლიდან ჩინეთმა რომ მოიცილა ეს ყველაფერი, ესე იგი ამერიკული შინაგანი აგენტურა რომ მოიცილა და საგადრისო პასუხი გასცა, მიშველა ჩვენ ხედავთ დენ სიაოპინის საფუძვლებზე აშენებულ ჩინეთს. ჩინეთის ეკონომიკა დღეს ვითარდება სტალინის ეკონომიკური მოდელით, რომელიც 53 წელს იქნა ჩვენთან გაუქმებული მისი სიკვდილის მერე. თუ არა სტალინიზმის განსახიერება, სტალინიზმი რო გაგზელებული იყო ჩვენთან საბჭოთა კავშირში 1980 წელს უკვე ჩვენ ვიქნებოდით ჩინეთი დღეს რომ ახლა ჩინეთი არის. ამიტომ ჩინეთი მთელი საბჭოთა სამხედრო მრეწველობა, სამეცნიერო მრეწველობა, რომელიც საბჭოთა კავშირში რუსეთში ნაწილობრივ განადგურდა, მაგრამ ჩინეთში ეს ყველაფერი შენარჩუნდა. ჩინეთმა ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად უნდა მოგახსენოთ, რომ თავისი როგორც სტალინმა საბჭოთა კავშირში განავითარა სამეცნიერო სკოლები, საგანმანათლებლო სამეცნიერო ინსტიტუტები, სკოლები განავითარა, ისე არის განვითარებული ჩინეთში, მარტო ჩინეთში არის 200 მილიონი მეცნიერი. თქვენ წარმოიდგინეთ
200 მილიონი მეცნიერი, რომელიც არის სახელმწიფოს კმაყოფილი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო. ხო და იქ წარმოუდგენელია უკვე ჩვენ აქ ჩამოვჩით უკვე ჩვენ არაფერი ყველაფერი წაგვართვეს კოლონიზატორებმა. იქ ჩინეთში შენარჩუნდა და ყველაფერი და წინ წავიდნენ. ხო და მათ დაიკავეს საბჭოთა კავშირის ადგილი. ჩინეთი არის დღევანდელი საბჭოთა კავშირის ადგილი. ამიტომ ეს ყველაფერი დღეს აღლუმზე აღმოჩნდა და დაანახა მთელ მსოფლიოს ჩინეთმა, რომ 80 წლის უკან თქვენ რომ იაპონია და ესე ყველა ჩვენ გებრძოლებოდით და ჩინეთმა ომი დაიწყო 1927 წელს. პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომი და შეგახსენო. 27 წლიდან დაესხან მას იაპონელები თავს. ჩინელი და ესე იგი 27-დან 55 წლამდე ომობდნენ იაპონელები. მაგრამ დღევანდელი ჩინეთი თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ეს არ უნდა დავიწყდეს, კულტურული და სამეცნიერო ესე იგი განხრით უკვე ასწრებს უკვე თითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ სამხედრო როგორც რუსები იყვნენ დაბრუნებით კულაკამი დღევანდელ მოგვცემს თუ არ მოგვცემს ასეა სიკეთე უნდა იყოს მუჩები თუ ძლიერი არა ხარ აბა ესე თუ შენ სამხედრო ეს ძალა არა გაქვს ჩვენ აგერ დავწმუნდით იმაში ჩვენ ქართველებს გვარწმუნებდნენ რომ სამხედრო ძალა რა გვინდაო ერთი პრეზიდენტი ამბობდა ჩვენო ვარდებს ვისვრითო გახსოვთ დაგვაშლებინეს ჯარები დაგვაშლებინეს სპეციალურად ხო და ესე იგი სინამდვილეში კაცობრიობას და დღევანდელ კაცობრიობას და სულ ასე იყო ათადადან ბაბადან კაცობრიობას მართავს ძლიერები და ვისაც სიძლიერე ძალა აქვს სამხედრო ძალა აქვს და ამიტომ დღევანდელი ეს ესე იგი 26 სახელმწიფოს კიმ ჩენ ინი ჩავიდა კიდევ დღეს იქ და 26 სახელმწიფოს ლიდერები ევროპიდან იყვნენ სლოვაკეთის პრეზიდენტი, სერბეთის პრეზიდენტი, ლუკაშენკო იყო პუტინი. всё, მეტი არავინ არ იყო ევროპის სახელმწიფოებად. ამიტომ, ორბანი გასაგებია რატომ არ იყო. ორბანი უგრეთის პრეზიდენტი გასაგებია რატომ არ იყო. ამიტომ ეს ძალის დემონსტრირება, ეს დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ისტორიას არ ვივიწყებთ და კაცობრიობას ვაძლევთ ახალი ვექტორის განვითარებას ვაძლევთ. ეს რომელიც იყო განაცხადი ამ შანხაის ხელშეკრულებაში, ეს იძლევა დიდ იმედებს იმისა, რომ ესე იგი დასავლეთის კოლონიალური სისტემა, მართლობის სისტემა, რომელიც არის კოლუმბის დროინდელი მსოფლიო, კოლუმბის რომ და აღმოჩენები და მთელი ევროპელები შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო და კოლონიზაცია გაუკეთეს, ამის გაძარცვისა და ესე იგი მათი დაპყრობისა და დაპყრობითი ომებისა და ძარცვის შედეგად მიიღეს ის სიმდიდრე რომელიც ახლა არის ევროპაში. ესენი და ამას უკვე ეღება ბოლო. უკვე ის კოლონიალური სახელმწიფოები, რომლებიც იყვნენ კოლონიალური უკვე მაგათმა წამოდგნენ ფეხზე. ამათ მაგალითია თქვენ თქვით. სტალინისა და ბერიას. ეს ყველაფერი სტალინმა და ბერიამ გააკეთა. საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ისინი ადრე აღმოჩნდნენ. ისინი მათმა დრომ გაუსწრეს. მე ვთვლი ამას ის არის რომ რატომ წააგო სტალინა და ბერია მაგათმა გაუსწრეს დროს თავის სიცოცხლეში მათ ყველაფერი შექმნეს იმათ უკვე ახლა დღევანდელი მას ხო არა ამ დღევანდელ ლიდერებს არაფერი არ უნდა წაიგეთქონ სტალინისა და ბერიას მოქმედებები ეს განახორციელო всё ეს უკვე გაკეთებული იყო მაგრამ ქართველებმა ეს ისტორიას გაუსწრეს და ამიტომ დამარცხდნენ აბა ახლა დღევანდელი მსოფლიო ყოფილიყო თუ ვინმე სიგავ აბა სტალინს ყოლოდა ახლა ჩერჩილი კი არ ყოლოდა მოსაუბრე ყოლოდა ასეთ მაკრონიან მერცები ან ბერიას ყოლოდა ისა ვიღაც თავდაცვის მინისტრი და უშიშროების რომელიც ახლა დღეს კიევში ჩამოვიდა ის ყოლოდა პარტნიორა იბა კონტრაგენტად ხო წარმოიდგინე რას ვამბობ ესე იგი პატრიოტული ტელემაგურებო თქვენ არ უნდა ესე იგი ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ სტალინი და ბერია მოგვიკლეს ასე არა იმათმა გააკეთეს თავედი დიდი კეთილშობილური საქმე მათ დაანახეს სოფლიოს რომ კაცობრიობის იმპერიალიზმს აი ამ ამორალიზმს და აი ამ გლობალისტებს რომელიც ესე იგი ასეთი მას აკეთებს მათ მიაყენეს ძალიან დიდი დარტყმა და 50 წელი მათმა გააჩერეს ეს ძალები მაგრამ ისტორია ეს მედი ასეთია ესე იგი ყველაფერი უნდა ხდებოდეს დროში და სივრცეში უნდა იყოს მომწიფებული რადგან ეს არ იყო მომწიფებული აი ისინი დამარცხდნენ და ესე რომ ბუმბერაზადებენ მოგვიკლეს და დღევანდელ მსოფლიოში უკვე ასეთი უკვე შეიცვალა მსოფლიო მთლიანად შეიცვალა და აი ამ სტალინის ნაცვლად ახლა მის პროგრამებს ვინც ახლა ეს განახორციელებს იმათ უკვე ისეთი დიდი წინააღმდეგობა აღარ ექნებათ ვერ ექნებათ უბრალოდ ობიექტურად არ არის უკვე ისინი აი ტრამპი უკვე ამერიკის შეერთებული შტატები გადმოსული არის უკვე ამ მხარეზე თითქმის. და ის უკვე ტრამპა უკვე დაამთავრა ომი უკრაინაში, და ევროპელები ომობენ. აი ასე. კონკრეტულად როგორი შეიცვალა სიტუაცია და ამიტომ
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დიდი ოპტიმიზმით ვარ გაწყობილი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება სასიკეთოდ და ამერიკის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმის დასავლეთის მოიღება ბოლო და ისინი დადგებიან თავის დონეზე რაც საჭიროა. ანუ ჩინეთმა და ამ მართლაც თანამეგობრობის ორგანიზაციამ თანამეგობრობის ორგანიზაციების შემავალმა ქვეყნებმა დღევანდელ აი ამ დასავლეთს და ლიბერასტულ პოლიტიკურ ლიდერებს დაანახა ის რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავტოვებთ გასაჭირში. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგევართ და თქვენ არ მოგცემთ იმის უფლებას რომ ქვეყნები რომლებიც ჩვენს გვერდით განან და ერთ მეგობრობთ ჩვენ მეგობრობის დაჩაგვის უფლებას არ მოგცემთ. ეს დაანახა. ამას დასავლეთი არ აკეთებს. დასავლეთი აკეთებს სხვანაირად იქცევა. ამერიკის შეერთებული შტატები სხვანაირად იქცევა. ის იმას შეიძლება მოდის და განადგურებს ის. განადგურებს ჯერ პირდაპირ იდეოლოგიას უტყამს. შენს იდეოლოგიას უტყამს პირდაპირ, შენს ისტორიას უტყამს, როგორც აქ შექმნეს ჩვენთან საქართველოში ხელოვნურად პროფესორები და ისტორიკოსები და მე აყალბებინებდნენ ეტაპობრივად. ყველაფერს. ისტორიებს აყალბებინებდნენ, ისტორიულ აი თვითონ წარმომას შექმნილ აი ცხოვრებას აყალბებინებდნენ, იმ სახელოვან ადამიანებს რეალობას უცვლიდნენ ყველაფერს. ხო ეხლა დღესაც ფაქტის ახაზია კაცო ეხლა ვიღაცა აგე პატარა ნაწილაკები გამოდიან და აკადემიკოსების და პროფესორების სტატუსებია და საერთოდ აზაზი არ არიან და სიღრმისეულად ორი წიგნი არ აქვს წაკითხული. ხო არ აქვს ორი წიგნი წამო აქვს ეს სტატუსები. ეს სტატუსები მიიღეს როგორ იცი? მიტინგზე წადი ჩაკითხავს მოგცემ მიტინგზე წადი დაიცავ დისერტაციას მიდი აგინი ამ ხელისუფლებას მხარი დაუჭირე ლიბერასტებს და ამით აქვს ეს დიპლომები და ეს ისინი სტატუსები მინიჭებული ხო? ახლა ამ ადამიანებმა როგორი ისტორია უნდა შექმნას ქვეყანაში? ან როგორი პოლიტიკა უნდა შექმნას? მე ჩვენ აი ვხედავთ სახეზე ვხედავთ აგერ აი ჩვენ ტვინ გამორეცხილ პროფესორებს რომელიც ილიაუნში არის მოთავსებულები ბუდე არის მაგალითად ბუდე აი სატანისტების ბუდე ანტიქართული ბუდე ხო ანუ გიულია ლასანიას ინსტიტუტებში კიდევ სატანისტური ბუდეები არის ეს მოყავთ ის რა ქვია ხან აკერმანის ისე ჩამოყალიბდა მოგტა ხა ის აკერმანი და სხვა ჩაანაცვლა ის პიტერ აკერმანი და ასე უწამლავენ ჩვენ ახალგაზრდობას ტვინს ანუ ჩვენი ახალგაზრდობის ჩვენი მომავალი თაობის გონება არ ვითარდება მხოლოდ ერთ დონეზე როგორ გავიდენ ქუჩაში და გააპროტესტონ რა გააპროტესტონ ისიც არიციან ესე იგი ამას აკეთებენ სპეციალურად იმისათვის რომ ქვეყანა ბოლომდე დაიმონონ და ქვეყანაში არ მოხდეს დაუშვათ მათი წინააღმდეგ ვინმეს გამოსვლა არ შეეწინააღმდეგონ დაუშვათ ის გათვითცნობიერებული ადამიანები რომლებმაც იციან სიღრმისეულად ვინ არის ქართველები და საიდან მოდიოდა და როგორ მოდიოდა ხო ამას უკვე თითქმის მიიყვანეს ამაზე ქართველიერი საქართველოს მოსახლეობა ფაქტის სახეზე გვაქვს აგერ რა ხდება კაცო თბილისში ქუჩებში რა ხდება მშრალობის სახლებში რა ხდება გამოვლიან ეს ლიბერასტები არიან ერთ ამბავში გამოიყვანებენ ამ ბავშვებს აკივლებენ აწივლებენ ეხლა გუშინ კიდევ ეს იქ აქციაზე ავტომატიანი ადამიანები დაეჭირეს. წარმოიდგინეთ თქვენ იმ დონეზე აქვს ტვინი გამორეცხილი, ხო? ისინი მზად არიან ქართველებს ესროლონ. ქართველმა პროვოკაცია მოაწყო. ხო? და მთელი ეს უბედურება ხელახლა დაატრიალო, ხო? მე მგონი რომ საქართველოს ხელისუფლება რომელიც დღეს ეხლა არის და მართავს ამ ქვეყანას ფთხილობს რაღაცებს და ამ ფთხილობიდან რაღაც გარკვეული ამ ლავირებებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაუძვროთ ჩვენ ამ სიტუაციიდან. საქართველოს ჩვენ პოლიტიკური ისტორიაშიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ახლა დღევანდელ დღეს ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქართული ხალხისა და მსოფლიოს წინაშე. იმიტომ რომ ახლა ნახე როგორ გამოდის ქართველები რომ წეხან აღნიშნე ძალიან დიდი ისტორიული ავტორიტეტით და იმით არიან ცნობილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ უკვე გაგვაკეთებინეს 70 წლის მანძილზე ძალიან დიდი შეცდომის და ესე იგი არასასურველი და ხანდახან ესე იგი მავნებლური ნაბიჯები არის. მოღალატებრივი ნაბიჯები ანტიქართული ნაბიჯები გაგვაკეთებინეს ამ 30 წლის მანძილზე, 35 წლის მანძილზე. დღეს ახლა ქართველები ისე მოიტანა დრო რომ სტალინისა და ბერიის მერე ჩვენ უკვე აღარ გვყავს ესეთი მაღალი დონის პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც აი ამ პროცესში იყვნენ ჩართული, აი დიდი პოლიტიკი, სოფლიო პოლიტიკის განსაზღვრული რომ იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ არ გვყავს. სამწუხაროდ არ არის. გეთახმებით. ამიტომ ესე იგი ჩვენ თუ არ შეგვიძლია პროცესისადმი კონტროლი, პროცესში თავში ჩადგომა და პროცესის განსაზღვრა თუ არ შეგვიძლია, ხო? აი პროცესის რომ გაუძღვე წინ და გააკეთო. ამიტომ ჯობია
ეს საქმე სხვას მივანდო და ჩვენ ცოტა ესე იგი უყუროთ ამას შორიდან. მაგრამ უყუროთ ისე რომ აქაც შესრულებიც არ დაუშვათ. ამიტომ დღევანდელი ქართული ხელისუფლება ძალიან კარგი იქნებოდა ახლა რომ ქართველი გამოსულიყო შანხაის ხელშეკრულება. აბა. კი. დაჟე ტრამპიც მოწევა რომ ყოფილიყო უკვე ამერიკელი მიმოხილველი აღნიშნავენ რომ ტრამპსაც რომ ქონოდა მოწევა ის ჩავიდოდა შანხაი. ჩავიდოდა. ხო, ის ჩავიდოდა და აღლუმზე იქნებოდა დიდი პატივითო. რომ მოწევა გონებოდა. ამიტომ მე წარმოვიდგენდი ახლა რომ ქართველიც რომ ყოფილიყო ქართული დელეგაცია. მაგრამ ჩვენ ეს მომენტი ცოტა უნდა დავიხიოთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს ძალიან ბევრი. ჩვენ დღეს სხვა და აი ამ დიდ პრობლემებს რომლებიც ახლა შეეჯახენ და დიდი ძალები, ანტაგონისტური ძალები რომ ახლა შეეძახენ მთელ მსოფლიოში, ხო? ჩვენ ამას ცოტა უნდა უყუროთ. ჩვენ არ უნდა გამოგვიყენონ ამათმა თავიანთ სათამაშო არენად, თავიანთ სამხედრო მოქმედების პოლიგონად არ უნდა გამოგვიყენონ. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი კი, საზრუნავია რომ შეგამოვთქვით. ჩვენ რომ ახლა თქვით ახსენეთ ის ავტომატენი ახლა ის იმისთვის არის მოგზავნილი, რომ აქ საქართველოში პროვოცირება მოახდინოს და რაიმე სამხედრო მოქმედებების მიუბიძგოს ვინმეს ხელი, პროვოკატორები არიან. ამიტომ ჩვენ ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ესა, რომ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ის ჩვენი ხალხი არიან ისინი. ის შოსი, შანხაის ხელშეკრულება, ბრიქსი, ის ჩვენი მომავალი პარტნიორები არიან. იმიტომ რომ ჩვენ უკვე შეხვედეთ რომ ამ დასავლეთის სიმან საქართველოს მიიყვანა კატასტროფამდე. ეს იყო ბლეფი, ეს იყო ესე იგი მექანიზმი იმისა რომ საქართველოს ტერიტორია გამხდარიყო ამერიკისა და რუსეთის პროქსი ომების ტერიტორია, მეტი არაფერი. და აი ამის ევროკავშირი ნატოს ამის ზღაპრებით ქართული ხალხი გაგვაუბრიყოს, გამოგვათაყვანეს, მოგვისყიდეს და გამოგვაშტერეს და ესე იგი სრულ გზას დავადექით. ესე იგი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს გზა არის არასწორი. კატასტროფის მომტანი. ეს გზა უნდა შეიცვალოს. ამას უკვე ქართული სიცარიელი და დიდი კატასტროფა მოგვიტანა. ამოზე გადაგვარება ქართული ხალხი. და საქართველოს მოსახლეობის საზოგადოების ახლა ამოცანას მივხედავ იმაში რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კონსენსუსი. ერთიანი თანხმობა იმაზე რომ ეს 35 წლიანი გზა არის მცდარი გზა. აი ამაზე თუ შევთანხმდებით ქართული საზოგადოება მთლიანად რომ ესე იგი ეს გზა რომელიც ჩვენ გავიარეთ რომელიც ჩვენ დაგვისახეს 35 წლის წინ, ხო? ეს გზა აღმოჩნდა თურმე მცდარი, ეს გზა აღმოჩნდა თურმე ეშვაკისეული, ეს გზა აღმოჩნდა საქართველოსათვის, ქართული კაცისათვის კატასტროფის მომტანი, რომელმაც ქართული კაცი დიდსულოვანი, მდიდარი, ჰუმანისტი, დიდი შემოქმედი, შრომის მოყვარე ადამიანი, ესე იგი სულიერ და ხორცილად გააღატაკა. და ამიტომ ამაზე არის მისაღები დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება და თუ ეს შეთანხმება იქნება მიღებული ბატონტრისთან შემდეგ უკვე გამოჩნდება გზა სადაც წავიდეთ ჩვენი დრო ისა იტურება ბატონშვაგი კი საინტერესო საუბრობ თქვენ და საინტერესო არის ეს არათუ მარტო ჩვენთვის და ჩემთვის პირადად არამედ ჩვენი მაყურებლებისთვის და კარგი იქნება ფასო ტელემაყურებლებმა და საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა რომ კარგი იქნება რომ თუ დროულად ჩვენ შევხედავთ სწორ სად არის სწორი და სად არის ამდენი სვერპლი ტრაგედიები გავიარეთ. აგერ ბატონაშვაგი თქვა მართლა მეც ვეთანხმები რომ ამდენი წელიწადი ჩვენ არასწორად ვიცხოვრეთ. აი ამდენი წელიწადი ჩვენ ვანგრიეთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხელით გვანგრევინეს. ვინ გვანგრევინა? აი ამ დასავლეთ მოგვანგრევინა, იმან ამერიკის შეერთებული შტატებმა გვანგრევინა. ჩვენი ხელით ჩვენი საქმე ჩვენი ხელით ვაფუჭეთ სულ. ამიტომ დრო არის ეხლა რომ როგორმე რაღაცეირად მართლაც მოხდეს კონსენსუსი და ვთქვათ ის რომ ეხლა ჩვენ უნდა ვიაროთ სწორი სიარული ის არის და სწორი მართლობით სიარული ის არის რომ უფალი გეუბნება. რომ უფალი გეუბნება იმას რომ აჰა აგერ სარჩო მიხედეს შენ. უფალი გეუბნება იმას რომ იარეს სწორი გზით, მიარეს სწორი გზით. ნუ მიდიხარ ეშმაკის გზით. ნუ გაყევით ეშმაკებს და ნუ ხართ იმ ეშმაკებზე ჩამღაუჭებული რო იძახით ევროპელები. რა და თუ ევროპელი ხარ წადი მე ქართველი ვარ. გაიგე და ქართულად დავიბადე და ქართულად მოვკვდები რა. შენ თუ ევროპელი ხარ, წადი იმ ევროპაში და იყავი, არ მჭირდები მე აქ საქართველოში, გაიგე? იმიტომ რომ წაბილწე თელი ჩემი ქვეყანა და წაბილწე ჩემი თელი ჩემი ეს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ქუჩაში ყავს, ეგ გამოყვანილი და პულტით მართავ, გაიგე? სა პულტით მართვა ამ ბავშვებს, გაიგე? თან კიდევ ახლა ავტომატია ხალხი გამომიყვანა, ეგ იმაზე რუსთაველზე. მომისმინეთ და თქვენ ავტომატიანო ხალხო და კიდევ იქ ავტომატები რო გაქვს სახში გადამალული, წყვით გაჩერდით, გაიგე? და წყვით იყავით და თავი დაანებეთ მაგ იარაღის ჟღარუნს თუ არა, მაგ იარაღი თქვენ შემოგიბრუნდებათ, გაიგე?
არ ჩვენა ვართ ნაკლებად ისა მომზადებულები რო იცოდეთ თქვენ კაიგე იმისთვის რომ თქვენ დაგიპირისპირდეთ თუ იმ შემთხვევაში თქვენ გაბედეთ და მართლაც მიეცით თავს იმის უფლება რომ ქართველ კაცს ტყვია ესროლეთ ხო ჩვენგან იმ ტყვის სასლეზე გამოკრას ვერ მოასწრებთ კაიგე უკვე ჩვენ დამიზნებულ სამიზაში ამოგიღეთ და ვიცით ვინც სად როდის უნდა მოახდინოთ ლოკალიზება იმ ადამიანების რომელი ადამიანების პირდაპირ ასე მიზანმიმართულად არიან მტრულად გაწყობილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჭკვით გაჩერდით იცოდე და ცეცხლზე თამაშებით ყოჩახ სპეცსამსახურებო და მივესალმებით თქვენს მუშაობას და მივესალმებით თქვენს ესეთ მართლაც ოპერატიულ იმას გადაწყვეტილებებს რომ დროულად მოახდინეთ და დროულად აკვეცეთ თქვენ ის პროვოკაციები, რომელი პროვოკაციები მანც უნდა ჩაედინათ რუსთაველზე და რომელი პროვოკაციები საფუძველს შემდეგ უნდა აეგორებინათ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. ყოჩახ მივესალმებით და ასე იმუშავეთ და ამ საქმეებში ყოველთვის თქვენ გვერდით არიან საქართველოს მოსახლეობა და ყველა ის ადამიანი, ვინც აი ცხოვრებას უყურებს ისე როგორც სწორი თვალით ხედვა არის. მადლობა ბატონო შმაგი. კარგად ვანდებოდეთ. დიდი მადლობა ბატონო ძირფასო ტელემაყურებელო. მადლობთ რომ გვიყურებთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. მადლობა.